2026-27 სასწავლო წლიდან პირველივიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი ცნობილია, ბაზრის კვლევა კი დაწყებული. სოციალურად დაუცველი ოჯახები სასკოლო ფორმაზე სახელმწიფოსაგან მხარდაჭერას მიიღებენ. მაკოლ ორთქიფანიძის რეპორტაჟი. პიჯაკები, შარვლები და ქვედაკაბები ეს იქნება სასკოლო ფორმა, რომლითაც პირველ კლასელები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო ცხოვრების ახალ საფეხურს სიახლით ხვდება ყველა დაწყებითი, ასევე მე-5, მე-6 კლასებიც. ფორმა მათთვისაც სავალდებულო იქნება. დიზაინი ასეთია: ბიჭებისთვის შარვლები და პიჯაკები, გოგონებისთვის კი პიჯაკები, შარვლები და ქვედაკაბები. პიჯაკები ეროვნული სიმბოლიკით იქნება გაფორმებული. სწორედ შპს საგანმანათლებლო რესურსების ძირითადი ფუნქცია იქნება ამ სასკოლო ფორმის შეძენა და შემდგომი რეალიზაცია. ეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბაზრის კვლევის ახალ მოდულზე გამოქვეყნებულია სასკოლო ფორმის შესყიდვისათვის ძირითადი დოკუმენტაცია. საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კი იმისათვის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამკვიდრდეს ფორმის კულტურის ტრადიცია. საბოლოო ჯამში ფორმის ტარების მიზანი არა მხოლოდ ჩაცმის საკითხზე დამცირების პრევენცია, არამედ სასწავლო პროცესის მიმართ მოსწავლეების განწყობისა და დამოკიდებულების შექმნაა. მიმდინარე რეფორმები, როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით იმდენად ეფექტიანია და იმდენად დიდი არის საზოგადოების მხარდაჭერა, რომ რადიკალურ ჯგუფებს, მათ წარმომადგენლებს ვერაფერი აქვს კონკრეტულად სათქმელი და ახლა ისინი ძალიან უსუსურ პოლიტიკაზე გადავიდნენ, თავს ესხმიან ფორმის შემოღებას სკოლაში, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ფასის მინიმალურ დონეზე რეგულირებას, გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მოხდეს ამ ფორმების რეალიზაცია და ეს ფორმები იყოს უმაღლესი ხარისხის. რეფორმას სასკოლო საზოგადოებისა და მშობლების მხარდაჭერა აქვს. ზოგიერთ საჯარო სკოლაში ფორმების კულტურა მანამდეც არსებობდა, თუმცა ახლა ეს საკითხი უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. განურჩევლად ყველა საჯარო სკოლას ექნება ვალდებულება სექტემბრიდან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება პრაქტიკაში დანერგოს. ეს უფრო ორგანიზებულს ხდის სკოლას, მოსწავლეს თვითონ. კანონმორჩილი არის მოსწავლე. აქედან სწავლობს უკვე, ნახეთ, პირველ კლასში შემოდის ბავშვი და მან უკვე იცის, რომ რაღაცა არსებობს წესი, რომელსაც უნდა ასრულებდეს. ფორმა ისეთი რამ ჩაცმულობაა, რომ ნამდვილად ჯერ ერთი უხდებათ ბავშვებს. ესთეტიურად ძალიან ლამაზად გამოიყურებიან ბავშვები და დისციპლინასაც უწყობს, რა თქმა უნდა, თავისთავად ხელს. მშობლებისთვისაც, რა თქმა უნდა, უკეთესია იმ მხრივ, რომ არ ძალიან მარტივი გახდა ბავშვებისთვის სასკოლეთ მომზადება. ბაზრის კვლევა გამოცხადებულია, მიზანი ყველაზე დაბალი ფასის დადგენა, რის შემდეგაც დაიგეგმება ფორმის დაკვეთა და ყიდვა. უკვე ზაფხულის ბოლოს მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ სასკოლო ფორმა შეიძინონ. იმ ოჯახის მოსწავლეები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 60,000 ან ნაკლები ქულით არიან შეფასებული, ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ.